დაბრუნდება თუ არა შენი საყვარელი ადამიანი, რომელზეც ახლა შენ ფიქრობ. მანამდე კი ნახოთ შენი სიგნიფიკაცია, რო იცნო გაშლა შენი იქნება თუ არა, თქვენი ურთიერთობა რა ხდება ახლა თქვენს შორის. რა ხდება ახლა ეს შორის. გაგვეთილი. სწორედ ავირჩიეთ რას. რა ხდება ახლა თქვენ შორის და შენ ხარ მოლოდინის რეჟიმში, მაქსიმალურად ცივ პოზიციას აჩენ ამ ადამიანის მიმართ. იქიდან გამომდინარე, რომ ფიქრობ, რომ შენ მე რქები დამატკიო, აი ესეთი პოზიცია გაქვს და ხარ ცივ ენერგიებში. აქ შეიძლება იყო ღალატი, ტყუილი თქვენ შორის, თუმცა ეს ადამიანი არ ჩანს, ფაქტია. უბრალოდ ეს ადამიანი მიცეშნა დავაზუსტო აქ რას მეუბნები. გაკვირვებულ პოზიციაშია, გეტყვით ამასთანავე, თქვენ ამისთვის განსაკუთრებული ადამიანი ხართ, მაგრამ გაკვირვებულ პოზიციაშია, რომ როგორ გაიგეთ ამ ყველაფრის შესახებ, რაც მის უკან იყო. თუმცა არაფერს არ აკეთებს ეს ადამიანი, არაფერს არ აკეთებს, მოდი ასე ვიტყვი რა. თქვენ შორის არის ან ღალატი, ხო, ტყუილი ღალატი შესაძლებელია, მაგრამ ამავდროულად და კონფლიქტი ამის გამო, თუმცა ამავდროულად ერთმანეთზე ხართ მიჯაჭულები, მილიონი გაუგებრობაა ახლა აქ ურთიერთობაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, მიჯაჭულობა გაქვთ და ეს არის ზუსტად კარმის მთავარი პრინციპი, მინუს კარმის. კარმა არსებობს პლუსიც და მინუსიც. ნახოთ ახლა დაბრუნდება თუ არა, თუ იცანი შენი თავი, გააგრძელე ყურება და ნახოთ ახლა დაბრუნდება თუ არა ადამიანი, ვისაც ელოდები. აქ ყველა ვარიანტში თქვენი გულისტკენა იყო ამ კაცის მხრიდან. ახლა აქ როგორი სიტუაცია? თქვენ შეიძლება ცდილობთ გადაერთოთ რაღაცა ისწავლოთ, რაღაცა შეიმეცნოთ, რაღაცა გაიგოთ, აი ზუსტად აქ მაჩვენებენ იმას, ახლა აქ ცხრიანი თასების სხვანაირად მეტყოლებს, რომ თქვენ თითქოს არ გინდათ ამ გრძნობაზე იფიქროთ და მაქსიმალურად სხვა რაღაცით შეივსოთ თავი, თუმცა მაინც ამ ეს გრძნობა გავსებს, გინდათ რომ დაივიწყოთ, გადაერთოთ სხვა რაღაცაზე, მაგრამ არ აღიარებთ თქვენ თავთან, მაგრამ მაინც ეს გრძნობა არის თქვენთვის ის შემავსებელი, რომელიც გჭირდებათ. აქ თუ გაინტერესებთ თქვენი ადამიანი დაბრუნდება თუ არ დაბრუნდება, აქ მე გეტყვით, რომ ეს ადამიანი ნამდვილად ბევრი იფიქრა თუ ცოტა იფიქრა, ეს ადამიანი ყველა შემთხვევაში დაბრუნდება და ოჯახში, აქ მაჩვენებენ ოჯახს, რაღაცა აქ შეიძლება შვილიც ყავთ და ეს აქ მაჩვენებენ, რომ ეს ადამიანი ბრუნდება. კი, ახალ შანსს მოგთხოვთ ეს მამაკაცი თქვენ. ახალ შანსს მოგთხოვთ ეს მამაკაცი თქვენ და თქვენ მიცემთ ამ შანსს და აიღებთ მის მიერ შემოთავაზებულ შანსს, ოღონდ იცი რის შემდეგ, რაც მთლიანად ეს მამაკაცი, თქვენ ცოტა შეგეშინდებათ ამ შანსის მიცემა.
მაგრამ აძლევთ კი. ბევრს იფიქრეთ, დაფიქრდებით. და იცი რას გაანალიზებთ, რომ ამან ძალიან დიდი ნახტომი გააკეთა იმისთვის, რომ ეს დაბრუნდა. აქედან გამომდინარე, თითქოს გამოდიხართ, აი ახლა რა ენერგიებშიც ხართ, გამოხვალთ ყველა ვარიანტში, გამოგიყვანთ ამ კაცის მოსვლა, რაღაცა დალაპარაკება, ისეთი აი რა ეთყობა ფსიქოლოგიურადაც ძალიან ისეთია, კარგად ესმის ფსიქოლოგია ამ ადამიანს და ისე მოგიდგებათ, რომ თქვენ მისცემთ ამ შანსს, თან საკმაოდ გაცნობიერებლად, ანუ გაგაცნობთ, ყველაფერს აგიხსნით, აქ თუ არ იყო ახსნა და პირდაპირ მოხდა და გაკვირვება და აი აფექტის ფონზე მოხდა სიტუაცია, ხო? აქ უკვე შეძლებთ, რომ გაარკვიოთ მიწიერ დონეზე რა როგორ რანაირად და აქ თავდება თქვენი ეს სიტუაცია. კი, აქ შეთანხმებას მიაღწევთ და ახლიდან იწყებთ. უკანტოვებთ ამ ღალატს და აი იცი როგორ იწვება ყველაფერი აბსოლუტურად და აქ თითქოს თქვენ გაიარეთ, გამოხვალთ რა ამ აპათიიდან, აქ უეჭველი იყო ან ტყუილი ან ღალატი და გამოხვალთ ამ აპათიური მდგომარეობიდან სულიერი ტრანსფორმაციის გავლას მაჩვენებს და თითქოს აი როგორ მოტყუებული ვარ, აი გაქცევა გინდათ სადღაც როგორ მოვტყუდი და შეიძლება წახვედით სახლიდან, მაგრამ ეს ადამიანი დაგაბრუნებთ. აქ ყველა ვარიანტში შედგება სატელეფონო კომუნიკაცია და აი იცი როგორი რაღაცა ახალ ეტაპს იწყებთ, თქო ისე აი რა თითქოს ეს ადამიანი ისეთ რაღაცას გეტყვით, რაც თითქოს თვალებს აგიხელთ და იღებთ უკვე გადაწყვეტილებას. ხო. აქ შეიძლება თუ შვილები გყავთ და რაღაცა სამოგზაუროდაც წახვიდეთ, ჩემო ძვირფასებო. ეს ადამიანი რაღაცა თუ აქ დაქორწინებულები არ იყავით ან რაღაცა, ეხლა ეს შეიძლება ვიღაცა შვილები ყავდეს, ვიღაცას არა, ხო? ეს არის საჯარო გაშლა. მიიღეთ თქვენი ინფორმაცია, ძალიან გთხოვთ, ჩემო ძვირფასებო და უძვირფასესო სულებო, ვინც გამოგიშვათ სამყარო აქ და ამ სივრცეში, ინფორმაციის მისაღებად, რომელიც მემავალია, რომ თქვენთვის გამოვატარო. ჩემო ძვირფასებო, ეს ადამიანი აგიხსნით, რომ ეს ყველაფერი ის მძიმე მდგომარეობა, რომელსაც თქვენ ატარებთ, დაანგრეული ემოციები და ასე შემდეგ, აი რაღაცა გეტყვით, ფაქტებით გეტყვით, რომ დამთავრდა და ეს როგორი ფაქტები იქნება, ნუ ეხლა ეს ყველას ინდივიდუალური აქვს თქვენი აღიარება და ამ ადამიანის ან წასვლად, ან თქვენი წასვლა და ამისი udardელობა როგორც ასეთი და მოლოდინი, რასაც ელოდებოდით ამ ადამიანისაგან მიიღებთ, იმიტომ რომ აქ სამართლიანობა აღდგება. კი, თქვენ კი ადექით გახვედით ამ გრძნობიდან, მაგრამ ვაი მაგ გასვლას. თითქოს რაღაც ისეთი დაინახეთ, რაც იყო დამალული. და ძალიან სასტიკად გული გეტკინათ, მაგრამ თქვენ თავშიც ჩაგახედათ ამ სიტუაცია, მიცით, ხო შემთხვევით არაფერი არ ხდება ჩვენს ცხოვრებაში. ამან თქვენს თავშიც ჩაგახედათ, ჩემო ძვირფასებო და ის რასაც ადრე არაკეთებდით, ან რაღაცაზე არ მოქმედებდით, რაღაცას ისე არაკეთებდით, აქ რაღაცა გაგაღვიძეს, გაღვიძებთ. აი ეს მდგომარეობა მოხდა იმისთვის, რომ გაგაღვიძონ მაღალმა ძალებმა, გამოგაფხიზნონ, იცით? რაღაცა თითქოს თქვენ აქ დაფიქრდით ამ მარტოობაში და ბევრი რაღაც აღმოაჩინეთ თქვენს თავშიც და სწორედ აი ამის შედეგად უკვე სამყარო გაჯილდოვებთ განახლებული სიყვარულით, ჩემო ძვირფასებო. მე კი გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს შენს ცხოვრებაში და მხოლოდ უდიდეს ბედნიერებას, სიყვარულით, სუფთა სიყვარულით სავსე.